მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელოთ, ძალიან მაგარი კომპანიაა. ჩემმა მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია და თქვენც გაქვთ ახლა შანსი რომ გამდიდრდეთ. და ვისია კომპანია? ვისია არ მახსოვს, მაგრამ რაც მთავარია, ბოლო მოდელის Lexus-იც დადის და ხელზე ძალიან მაგარი Rolex-ი უკეთია. ვის გინდათ აბა საწორო ბარათები? მე მაინც არ მომწონს ეს ამბავი. მე კიდე შენი დამოკიდებულება არ მომწონს. გამდიდრების შანსი გაქვს და შენ კიდე უარს ამბობ. რაღაცა უფასო ფულის თემას მაგდო. ზუსტად ეგ არის უფასო ფული, მარტივი გამდიდრების გზა. მე უბრალოდ მინდა რომ დაგეხმაროთ მომავლის უზრუნველყოფაში. და რანაირად არ არის ეს პირამიდა სქემა? ეხლავე აგიხსნი, კიდევ ერთხელ რა ვერ გაიგეთ რა. მე ჩემმა მეგობარმა გამიწია რეკომენდაცია. მე და კიდევ ერთ ადამიანს. ჩვენი მხრიდან უნდა მივიყვანოთ კიდევ ორი ადამიანი. და ამ ორმა ადამიანმა კიდევ უნდა მიიყვანონ 4 ადამიანი. და დამიჯერეთ ხალხო, არანაირი სქემა, არანაირი პირამიდა. ჩვენ ყველა შეგვიძლია რომ გავდიდეთ. უნდა დავრეკო. რა ქენი? დაიძვრინე თავი. დავიზრინე კი ძლივს, მაგრამ ძალიან გავწვალდი რა. როგორ გამასულელეს? შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურა მსგავსმა პირამიდულმა სქემებმა. ეხა ბოლოს რო რაღაც სფერო ჰოლდინგის ამბავი იყო, არ გინახავს, ყველგან იყო ნიუსებში. ვიცლა. 300 ადამიანი ღიაცის ქვეშ შეიძლება დარჩეს. ვიცი, ეგ როგორ? რანაირად და ეს სფერო ჰოლდინგი აგირავებდა რაღაც ბინებს, რომელსაც თვითონ ქირაობდა და ამ ხალხისგან იღებდა სადღაც $20,000, $30,000 ერთ წლიან გირაში, ან 2 წლიაში. და წესით ამას უნდა დაებანდებინა ხო რაღაცა მშენებლობებში და რაღაც საქმეში, რომ სარგებელი ენახა და მე ეს ვალი რაც აიღო ამ ხალხისგან, ამ კომპანიამ უნდა გაესტუმრებინა. მაგრამ რამდენიმე თვეა პრობლემები შექმნილა, ხალხი ამბობს ზოგი 6 თვეს ვერ უხდიან, უკვე ეს ვისაც ცხოვრობდნენ, ამათაც ეუბნებიან რომ ჩვენ არავინ ქირას აღარ გვიხდის და წადით სახში და დარჩა ეს ხალხი სამწუხაროდ მოტყუებული. ჯერ ამ ეტაპზეა და პროკურატურამაც გამოძიება დაიწყო, მე რამდენადაც ვიცი. ახლა ეს დამფუძნებელი ვინც არის, ის კი პირდება რომ ვითომ მე ინვესტორებს შემოვიყვან და ყველას გაგისტუმრეთ, მაგრამ ზოგადად ამსეც რაღაცა ცოტა საეჭო სქემებს ეს ახასიათებს, რომ კარგ იმას გთავაზობენ თითქოს ძალიან საინტერესო ინვესტიციას, მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება დარჩე შენი დანაზოგის გარეშე. ვიცი, ეგ როგორ? ნუ ეს კიდე რა არის, ეხა ისეთი სქემები იყო 90-იანებში შენ არ გემახსოვრება, მაგრამ ესეთი სერგეი მავროდი იყო რუსეთში რა 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთა რაღაც კომპანია MMM ერქვა რა და თვეში 1000%-იან სარგებელს პირდებოდა ადამიანებს ჩემთანო ფულსო თუ შეინახავთო 1000%-იან და ტელევიზორში რეკლამა გადიოდა მაშინ პატარა ვიყავი მეც მაგრამ მახსოვს და რა მილიონობით ადამიანი დააზარალა 94 წელს ჩამოიშალა ეს სქემა და ძალიან დიდი ზარალი ნახა ხალხმა იმიტომ რომ ეს არ იყო ანუ სწორი ბიზნეს მოდელი თავიდანვე იყო თაღლითობა ანუ ფული რაც შეძდიოდა ამ ფულს ამე აქტივში კი არ აბანდებდა ახალი მომხმარებელი რო შემოდიოდა იმის ფულით ისტუმრებდა ძველ იმას მომხმარებელს და ანუ იმის სარგებელს აძლევდა და რაღაც პერიოდი არის გამან ფულები სანამ ახალი მომხმარებლები ყავდა მაგრამ როგორც კი შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა და ვიღაცას ეჭვი გაუჩნდა ყველამ რო ფული მოთხოვა ერთიანად რა თქმა უნდა ვერ გაისტუმრა რანაირად იჯერებს ხალხი კი მაგრამ ამ ყველაფერს რანაირად აქტიური მარკეტინგული კამპანია და პიარი უძღვის რომ აი ჩვენთან ფული პირობითად ამან შეინახა ზოგადად პონცის სქემა ქვია ამას რა ჩარლზ პონცი იყო ამერიკაში რომელმაც იტალიელი ემიგრანტი რომელმაც გასული საუკუნის 19-20 წლებში სერიოზული აფიორა ჩაატარა რა და მისგან მოდის ეს სქემა ანუ თავარი აქ არის რომ გპირდება ძალიან მაღალ სარგებელს
მოკლე დროში ბევრი ფულის შოვნას და შენ ფულს რასაც იღებს, შენი ფულით სხვა სისტუმრებს, მე ახალი მომხმარებელი მოდის კიდე იმას და აი ესე ტრიალებს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს ხო გაწყდება, არა, იმიტომ რომ ეს ხო არ არის ბიზნეს მოდელი, სადაც მე აქტივი რომ მივიღე ვიღაცის ფული რომ ავიღე, დავაბანდე რაღაცაში, იმან მოგება დაწერა და იმით გავისტუმრე. ახლა სხვისი ფულით და სხვა სისტუმრებ თავისთავად საბოლოო ჯამში რაღაც ეტაპზე ეს სქემა იშლება რა. და ანუ აი 100 წლის წინ შეიძლება ითქვას რომ დაიწყო პირველად ესეთი სქემები. 100 წლის წინ შეიძლება მარტივი ყოფილიყო ხალხი მოგეტყუებინა ესეთი სქემებით, მაგრამ ეხლაც დღესაც დღეს აგერ 2008 წელს არ იყო ბერნარდ მედოფის რამხელა პირამიდული სქემა ჩამოიშალა 65 მილიარდი დოლარი გაიფლანგა, ასე ვთქვათ რა. ეს ბერნარდ მედოფი იყო NASDAQ-ის დირექტორთა საბჭოში და ძალიან სანდო ადამიანი იყო ინვესტორთა სივრცეში და მარტო ადამიანები კი არა, კომპანიები, არა ვიცი, HSBC ბანკი და Paribas იყვნენ მისი კლიენტები. ეს პირდებოდა მაღალ სარგებელს, ისე ანუ კლასიკური პონცი სქემა იყო, მაღალი სარგებელი მცირე თანხაზეს თუნდაც, მაგრამ ამას მილიონიანი კლიენტები ყავდა მართლა. და წლების განმავლობაში სადღაც 20 წელი ამუშავა ეს პირამიდული სქემა მედოფმა და ბოლოს აი ფინანსური კრიზისი დაიწყო 2007-8 წლებში და მაშინ რამდენიმე ინვესტორმა ერთად მოთხოვა მსხვილი თანხა და ამას აბა როგორ გაისტუმრებდა, იმიტომ რომ თავისთავად თავიდანვე თაღლითობა იყო და თავის შვილებს გამოუწყდა, რომ არ იყო ეს რა ქვია, პირამიდული სქემა იყო, არანაირი საინვესტიციო კომპანია ეს არ იყო, წარმოიდგინე და 65 მილიარდი უამრავი ადამიანი, ზოგს მილიონები ჰქონდა ჩადებული ადამიანები, კომპანიები დაზარალდნენ და ეს კაცი მე დაიჭირეს და 150 წლიანი ციხე მიუსაჯეს და რამდენიმე წლის წინ ციხეში გარდაიცვალა და ნუ მისი ოჯახი გაუბედურდა თავისთავად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაუბედურა მსგავსმა სქემებმა და ეს იყო ყველაზე დიდი იყო, ეს მედოფის სქემა იყო პირამიდულ ფინანსურ პირამიდებში ყველაზე დიდი, იმიტომ რომ 65 მილიარდი დოლარი სხვამ ვერავინ ვერ მოიპარა. მახსოვს საქართველოშიც იყო რაღაც QNET-ი, ეგეთი პირამიდული სქემა, ხო? ხო, QNET-იც ისეთი პირამიდა იყო პრინციპში, თუმცა მან ბევრ ფულს არ გთხოვდნენ. იყო რაღაცა $2000 და მოგზაურობას მოყიდნენ. ანუ მან რა სქემა იყო, რომ ერთ ადამიანს მიყავდა 2, იმ ორს კიდე 4 და თუ მიიყვანდი, შეიძლება რაღაც ეტაპზე შენ რაღაც მოგება კი გენახა, მაგრამ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ესეც იყო არასწორი ბიზნეს მოდელი და პირამიდული სქემა, რომელიც რაღაც ეტაპზე აუცილებლად ჩამოიშლებოდა და ჩამოიშალა კიდე ძალიან ბევრი ადამიანი და ესე უფულოდ სამწუხარო ზოგმა ისესხა და ისე იყიდა ეს რაღაც, მაგრამ კიდე უფრო მეტი ზარალი ნახა კომპანია საქართველოს იყო, რომელსაც 85 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა თითქმის 3000-მდე ადამიანს. შეიძლება შენ არ გახსოვთ. თქვენ გახსოვთ ესეთი და მსგავსი კომპანიები პირამიდული სქემებით? ხო და მოკლედ ძალიან ბევრი მაგალითი ხო აი ეს QNET-ი ვთქვით ეს კომპანია საქართველოს რაღაცა ჯაბა კრედიტი იყო კიდე MFX ბროკერ ჯორჯია და ანუ სახელებსაც ისე ირქმევენ რომ ასოციაცია გახდეს რომ რაღაცა ფინანსებთან აქვს საქმე ცდილობენ რომ ცნობილი ადამიანები გამოიყვანონ რეკლამაში რომ ადამიანები ნდობაში შევიდნენ ხვდები ხო შეიძლება გასაკვირია ხო როგორ იჯერებენ ადამიანები ამ ყველაფერს მაგრამ აი ეს რაღაცა რეკლამა აქტიური მარკეტინგული კამპანიები აქვს მოწოდებები და რანაირად იჯერებს ხალხი ესეთ ტყუილებს? ნუ მოხდა რა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში ეგრეთ წოდებულ ვითომ ბანკებს ენდნენ, რაღაც ათში, ბაჩი, ოქროს თასი, იყო ეგეთი რა, ვითომ ბანკები, რომლებმაც აი $100-ზე $200 მოგცემ ერთ თვეში და გარბოდნენ მე რა 90-იან წლებში ვინ იყო ხო მაგათი პატრონი და მაგრამ მე როცა წარმოიდგინე რომ გამოსწორდა თითქოს ცხოვრება და ნდობაში შეხვედი და ვითომ ფინანსური ინსტიტუტები არა და ჩვეულებრივი თაღლითური სქემები იყო, ამიტომ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძლება ასე ითქვას არსებობს როგორც საქართველოში, ასევე სოფლიოში ამ პირამიდული სქემების, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ადამიანები, რომ არ გაბრიყვდნენ. მე მაინტერესებს ეს ხალხი როგორ რისკავს ამ ყველაფერს და ამ ხელა რაღაცებს როგორ აკეთებენ? ვაიმე. მადლობა. რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდში ეს პირამიდული სქემები სულ სხვადასხვა სახეს იღებს და რა არის მართალი, ანუ როგორ უნდა გავარკვიო? იცი რა, რამდენიმე და მახასიათებელი აქვს. ერთი არის, რომ
სწრაფ გამდიდრებას გპირდება. ნებისმიერ ბიზნესი შეიძლება ეს იყოს შენიღბული რაღაცა კრიპტოვალუტის მოვაჭრედ, ან ბროკერად, უძრავი ქონების კომპანიად, სამშენებლო კომპანიად, შეიძლება ვითომ ბანკია, ან ვითომ მიკროსაფინანსო კომპანია, აი ესე იყოს შენიღბული და მთავარი არის რომ მოკლე პერიოდში საკმაოდ მაღალ ამონაგებს გპირდება შენს ჩადებულ ფულზე, ანუ ინვესტიციაზე და ამით უნდა მიხვდე რომ საბაზროზე მაღალ პროცენტს თუ გთავაზობთ, ესე იგი რაღაც არ არის მთლად წესრიგში და რიგზე. და თან ჩვენთან მნიშვნელოვანია რომ თუ მსგავსი კომპანიებია, რომლებსაც ფულთან და ფინანსებთან აქვს შეხება, აუცილებლად ისინი უნდა იყვნენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ეროვნული ბანკის ვებგვერდზე უნდა იყვნენ რეგისტრირებული და ჯობია რომ შეამოწმო, ხო? სანამ რომელიმე კომპანიას ენდობი და თქვა შენ ფულს ანდობ. ასევე დამახასიათებელია ის, რომ ესენი ცდილობენ რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდოს, იმიტომ რომ ხო თქვით უკვე რომ ისინი ძველი მომხმარებლის ვალდებულებებს ისტუმრებენ ახალი მომხმარებლის მოსვლით. მაგალითად, ანამ რო დააბანდა სადღაც ფული, ხო? გიორგი რო მივიდა და ახალი ფული მიიტანა, გიორგის ფულით გაისტუმრეს ანას პროცენტი, მაგრამ ანამ რო ძირი თანხა მოთხოვოს და ბევრმა ანასნაირმა მისმა, თქვათ, მიანაბრემ, ასე დავარქვათ, ჭყალებში, ერთად რა თქმა უნდა, ყველას ვერ გაისტუმრებენ, ხო? ბერნარდ მედოვსაც ეგ დაემართა. ბევრი ფული მოთხოვა ბევრმა ერთად და არ ქონდა რა თქმა უნდა ერთად ამდენი ფული და თავისთავად ჩამოიშალა. და სად უნდა დავაბანდოთ ფული? მე თუ ფული მაქვს, სად შემიძლია რომ ანუ რა არის სანდო, სადაც შემიძლია ფული წავიღო და ინვესტიცია გავაკეთო. ხო, საქართველოში ახლა რამდენიმე საშუალებაა, ხო, ნუ ახლა თუ ბევრი ფული გაქვს, შეიძლება შენი ბიზნესი დაიწყო რაღაც საქმეში ჩაადო. ინვესტიციებს რაც შეეხება, ნებისმიერი ინვესტიცია ჯობია რომ განვახორციელოთ ლიცენზირებული ბროკერების, რომლებიც ასევე უნდა იყვნენ ეროვნული ბანკის გვერდზე რეგისტრირებული და ნებისმიერი ფინანსური დაბანდება, საინვესტიციო ფონდი იქნება თუ ვინც იქნება, ყველა უნდა იყოს რეგულირებული ეროვნული ბანკის მიერ და აუცილებლად უნდა იყოს იქ რეგისტრირებული, იმიტომ რომ ჩვენთანაც კანონმდებლობით 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან თუ მოიზიდავ თანხას, აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული ეროვნულ ბანკში და თუ ეროვნულ ბანკში ხარ რეგისტრირებული, თავისთავად ხო ხვდები მე უკვე შენ გაქვს იმედი იმისი, რომ ეროვნული ბანკი ამ ყველაფერს აკონტროლებს და თაღლითურ სქემებს არ დაუშვებს, მათ ბუღალტერიასაც შემამოწმებს და მიხვდება ჩვენზე სწრაფად მიხვდება, რა თქმა უნდა, ეს სქემა არის თუ არა პირამიდული ან პონცის სქემა. და ბანკში რა შევინახო ანაბარზე? ხო, ეგ ალბათ ესეთი ყველაზე უსაფრთხო ფორმაა. შეიძლება იმ ხელა სარგებელი არ იყოს როგორც რაღაც ინვესტიციისას, მაგრამ ბანკში ანაბარზე ფულის შენახვა ყველაზე უსაფრთხო ფორმაა დაბანდების. ალბათ, ნუ არის სხვადასხვა ტიპის ანაბრებია. ანუ თუ ვთქვათ რაღაცა დიდი დანაზოგი გაქვს პირობითად 10,000 ლარი და მეტი და გინდა რომ დადო და ხელი არ მოკიდო რაღაც 1 წელი და 2 წელი, მაშინ ვადიან ანაბარზე უნდა შეიტანო, რომელსაც საკმაოდ მაღალი სარგებელი აქვს ლარში, მაგალითად. უცხოურ ვალუტაში შედარებით ნაკლები აქვს დოლარში და ევროში. არის კიდე თქო შეგროვება გინდა რა, აი რაღაცა მომავალი ზაფხულისთვის, დასვენებისთვის და მოგზაურობისთვის გინდა რომ შეაგროვო. ამ შემთხვევაში შეგროვებოდი, ანუ ზრდადი ანაბარი შეიძლება რომ შეიტანო დაიწყო პირობითად 50 ლარით და ნელ-ნელა დაამატო, ყულაბა შეგიძლია მიაბადა ყველა ტრანზაქციაზე რაღაცა ფული ჩაირიცხოს და ასე შეაგროვო რაღაც თანხა განსაზღვრული კონკრეტული მიზნისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგიძლია ისეთი ანაბარი გახსნა, მოთხოვნამდე ანაბარი ქვია, როცა შეგიძლია თავისუფლად, როცა გინდა გაიტანო ფული და შემოიტანო, ან შეიტანო ანგარიშზე და ოღონდ მაგას ცოტა დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს, მაგრამ რაც თავარია, ნუ ბანკების შემთხვევაში იცი რომ დაცულია, რეგულირებულია და რა ვიცი ბოლოს როდის გავიგეთ რომ რომელიმე ბანკი გაკოტრდა და ფული ვერ დაუბრუნეს ხალხს, ალბათ არ გვახსოვს ასეთი ფაქტი. შესაბამისად, ამ ხრივ ბანკები ანა უფრო სანდოები არიან თავისთავად და გაცილებით სანდოები ვიდრე, თქვათ, ვიდრე სხვა კომპანიები. იცი კიდე რა მაინტერესებს, მაგრამ გამოყვებით Instagram-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე, ან მოგწერეთ თქვენთვის საინტერესო თემები და ჩვენ გავარცობთ ამას ჩვენს YouTube და short ვიდეოებში. წამოდი, ყავადავლოთ. ეს იყო ჩვენი მეორე სეზონის მესამე ეპიზოდი, პოდკასტის მხარდამჭერია TBC. გამოყვებით YouTube-ზე, სხვა სოციალურ პლატფორმებზე, უყურეთ ჩვენს ვიდეოებს იმისთვის, რომ უფრო მეტი გაიგოთ, უფრო მეტი ფინანსური და ეკონომიკური განათლება მიიღოთ და აღარ მოტყუდეთ მათ შორის პირამიდული სქემების შემთხვევაში. მომავალ შეხვედრამდე.